ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები მტირალას ეროვნულ პარკში ზიპლაინითა და კანიონინგით გაერთობიან. ზიპლაინის პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ექსტრემალური ტურისტული სერვისი ზიპლაინი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. ზიპლაინი ხეებს შორის დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგერია, რომელზეც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისაკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული ზიპლაინის საერთო სიგრძე 250 მეტრია. დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს ზიპლაინ ტურის პრეზენტაცია, რაც დარწმუნებულები ვართ, რომ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის იქნება ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია. დამატებით სერვისების დანერგვა მნიშვნელოვანია ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის და მათი კმაყოფილებისთვის. ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მტირალას ეროვნულ პარკს. ნებისმიერი დამსვენებელი, რომელიც ჩამოსული არის აჭარაში, ბუნებრივია, მოწონს ზღვა, ყველაფერი კარგია, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ზღვის იქით მდებარე ულამაზესი ადგილების შეცნობა და ნახვა. პირველად საერთოდ მტირალას ეროვნულ პარკში და საერთოდ არ ვიცოდი მსგავსი რამ თუ იყო დასავლეთ საქართველოში და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ სეზონზე, როცა ტურისტები ჩამოდიან.